მორიგი საინტერესო რესპონდენტი ერთიანდება არეალში, ლალი სამსონიძე, SL კომპანიის დამფუძნებელი ერთ-ერთი რეგალიით, რომელთანაც მე აქამდე არ მქონია ინტერვიუ, ჩემი მრავალწლიანი სწორედ ამ საქმეში მოღვაწეობის ფონზე, თუმცა ძალიან მახარებს დღეს ლალი თქვენთან შეხვედრა და იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსმენა, რაც ეთერს გარეთ მოვისმინე, რომელიც სამოტივაციო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის ნამდვილად და დღეს არ მოვრჩებით ჩვენ საუბარს და დიალოგს, ამის პირობა უნდა დავიტოვო, იმიტომ რომ ბევრი გვაქვს სასაუბრო. 24 წელია ბიზნესში ხართ. ლალი, საკმაოდ ბევრი წელი რისკი ბიზნესში გამართლებულია თქვენი გადმოსახედიდან. რისკი არის 90% არის რისკი ბიზნესში და რა თქმა უნდა გამართლებულია თუ ვერ რისკავ, წარმოუდგენელია გამარჯვება. და ამის ბევრი მაგალითია თქვენს აქტიურ საქმიანობაში. მთელი ჩემი ცხოვრება რისკი იყო. რისკის ფონზე განვითარების გზა საქმეში ქალისთვის იმ პერიოდში, როდესაც მაინც არსებობს სტერეოტიპული მიდგომები ქალი ლიდერის მიმართ. ჩვენ არაერთხელ გქონია ამაზე საუბარი და საინტერესოა თქვენი გამოცდილების ფონზე ვისაუბროთ ამაზე. გხდებოდათ მსგავსი სტერეოტიპული მიდგომები საქმიან გზაზე ამდენი წლის განმავლობაში? იცით, უამრავი შეხვედრები მქონდა პარტნიორებთან, ვინც იყვნენ ძირითადად ბიზნეს პარტნიორები, მამაკაცები და არასოდეს არ მქონია შემთხვევა, რომ აი ამ სტერეოტიპის გამო ვინმეს უკან დაეხია, არასოდეს. პირიქით, ხელშეწყობაც ფიქსირდებოდა. გაცილებით მეტი ემპათია იყო, გაცილებით მეტი მხარდაჭერა და დღემდე ესე მოვედი, რომ დიდი მხარდაჭერით სარგებლობ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ, იმიტომ რომ ეს სასიხარულო და პოზიტიური მაგალითია, თუმცა სამწუხაროდ სხვა ტიპის მაგალითებიც გვხვდება ხშირად. როგორც ჩანს, დამაჯერებელი იყო ჩემი თითოეული შეხვედრა მათთან, ესე ვფიქრობ, თითოეული შეხვედრა იყო დამაჯერებელი. ძალიან მნიშვნელოვანია დამაჯერებელი შეხვედრების ხადია, თუმცა ამას ხშირ შემთხვევაში არ ექცევა ყურადღება დამაჯერებლობას სამწუხაროდ რაღაც სხვადასხვა მიდგომების და სწორედ ამ სტერეოტიპული შეხედულებების გამო, თუმცა ძალიან მახარებს თქვენი მაგალითი და ეს მაგალითი აუცილებლად უნდა გავაზიაროთ. ოჯახის მხარდაჭერას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. ლალი, ჩვენ ეთერს გარეთ სწორედ ოჯახის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ. უდიდესი ჩემი ოჯახი არის ფაქტობრივად ჩემი ძალა, რასაც ვაკეთებ ოჯახის დიდი მხარდაჭერით, მეუღლის და შვილების, დედმამის შვილების. დიახ. ნამდვილად. ქალთა გაერთიანების მნიშვნელობაზე ვისაუბროთ დღევანდელი დღე სწორედ საქმიან და პროფესიონალ ქალთა გაერთიანებას ეთმობა ეკატერინე მაისურაძის განუზომელ აქტივობას, რომელიც ძალიან ბევრ სასარგებლო შედეგში აისახა და ძალიან მახარებს სწორედ ამ თითოეული შედეგის გახსენება მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების ფონზე. რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ხელმძღვანელი ქალისთვის და რამდენად ბევრ შესაძლებლობას ქმნის? იცით, პირველი ჩემი შეხვედრა 2020 წელს მოხდა და 2020 წელს გავერთიანდი ამ ქალთა გაერთიანებაში. ეკა ფაქტობრივად ჩემი მეგობარია, 6 წელია მეგობრობთ. ჯერ თქვენი გაერთიანება მოხდა და შემდეგ დამეგობრდით? გაერთიანება და შემდეგ დავმეგობრდით. ესეთი ტიპის ორგანიზაციებს და ქალთა გაერთიანებებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ უამრავი საინტერესო ქალბატონი არის ესეთ გაერთიანებებში და კომუნიკაციები, ურთიერთობები, ბიზნეს პარტნიორობა უამრავი სიკეთე მომიტანა მსგავსი ტიპის ორგანიზაციამ და განსაკუთრებით ამ ორგანიზაციამ. სამომავლოდ რა მოლოდინი გაქვთ ქალთა ორგანიზაციაში? დღეს რაზეც ვისაუბრეთ, კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, მით უმეტეს უკვე კლასიფიკაცია მოხდება რა ტიპის ურთიერთობაში შევალთ ამ ორგანიზაციასთან და რა თქმა უნდა ცალსახად ჩემ აზრს დავაფიქსირებ და გავაგრძელებ ბიზნეს კუთხით მიმართულებას და ერთგულ წევრად ვრჩები ბუნებრივია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ურთიერთობები თუ გამოიყენეთ ამდენი წლის განმავლობაში ქალთა ორგანიზაციაში წევრობის ფონზე? დიახ, მქონდა შემთხვევები, როდესაც ქალბატონ ეკასთან ერთად გამოვიყენეთ საერთაშორისო ურთიერთობები, მქონდა გასვლითები და ვარ ძალიან მადლიერი. შედეგი მოიტანა ამან ყველაფერმა მნიშვნელოვანი. არ შემიძლია სამომავლო გეგმები არ გკითხოთ, იმიტომ რომ მინდა რომ არეალში ექსკლუზივი დავაფიქსიროთ ერთ-ერთი გემრიელი მიმართულება, რომელსაც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი უკვე ყავს და ეყოლება მომავალშიც. ფრანგული საკონდიტრო ბულანჟერი იხსნება მალე. სად? და როდის? 5 აპრილს გვაქვს გახსნა ფრანგული საკონდიტრო ბულანჟერია, ჟენუაზე იხსნება. ეს არის თბილისში ჩვენი პირველი ფილიალი და მინდა გითხრათ, რომ დიდი მღელვარებით ველოდები ამ დღეს ნაგულწრფელად. გიერთდებით მღელვარებაში უკვე არეალით. და რამდენ ადამიანს დაასაქმებთ და დღეს ზოგადად რამდენი ადამიანი ყავთ უკვე დასაქმებული SL კომპანიის 70 ადამიანი მყავს დასაქმებული.
ესელ კომპანიის ფარგლებში და ზუსტად 30 ადამიანი დაემატება და 200 მივაღწევთ. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ პირველად შემოვდივართ ჩვენ თბილისის ბაზარზე და შევისწავლეთ, გადავღეჭეთ, რასაც ქვია თბილისის მომხმარებლის კულტურა, ცევა და მოთხოვნა ბუნებრივია და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ შევაყვაროთ თავი, შემოვიდეთ დიდი სიტყვით და ფაქტობრივად უკვე შეყვარებულია ყველა, დარწმუნებული ვარ ამაში. კი ბატონო. რამე განსაკუთრებული სხვაობა თუ იქნება ის განსაკუთრებული განსხვავება ბულანჟერიის, რომელიც გამოგარჩევთ სხვა არსებულისგან. აუცილებლად ძალიან ბევრი აქცენტები კეთდება თითოეულ დეტალზე, თითოეულ დესერტზე, საავტორო დესერტებზე. თვითონ ბულანჟერიის მიმართულებით ჩემი შვილი მიემგზავრება საფრანგეთში სასწავლებლად დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოცდილება გვაქვს, დავაგროვეთ დიდი გამოცდილება. ამდენი წლის განმავლობაში ბუნებრივ. კარგი და დადებითი ის არის, რომ ოჯახი ჩართულია და შვილს გაუჭდა სურვილი საფრანგეთში ისწავლოს. უმაღლეს სკოლაში საკონდიტრო მიმართულებით და ეს კიდევ უფრო შეგვეშველება კიდევ უფრო, იმიტომ რომ სიახლეების მაძიებელი ვარ, უბრალოდ ერთ ადგილას ვერ ვჩერდები და ეს არის ერთ-ერთი წარმატების ფორმულირებაც ხომ ასე? აუცილებლად. სიახლეებს ყოველთვის უნდა და ახალს უკვე იდეები გამიშვა, უბრალოდ ჯერ ვერ ვაჟღერებ, იმიტომ რომ წვენია უკვე შეიძლება. მაშინ პირობას დავიტოვებ, რომ სწორედ არეალში გააჟღერებთ იმ სიახლეს, რომელზეც კონცენტრირდებით მომავალში. სიამოვნებით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან გვახარებს ლალი სამსონიძის გაერთიანება არეალში და მისი სამომავლო გეგმები ჩვენ პირობას ვიტოვებთ, რომ აუცილებლად ვიქნებით ჩართულები თითოეულ სიახლეში, როგორც თავად აღნიშნა, ძალიან ბევრი გეგმაა, ძალიან ბევრ სიახლეზე ორიენტირი და ჩვენ გვახარებს სწორედ ასეთ წარმატებული მაგალითები.